შვილიშვილები მყავს და მე მინდა რომ მაგათთან იძმაკაცოთ, იმათმა თქვენთან იძმაკაცოს და საქართველოში არ იყოს პრობლემა. და საქართველოში ყველა ადამიანი გრძნობდეს დაცულად თავს და გადაადგილდებოდეს როგორც საჭიროა ისე. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ თქვენ ავტომობილებზე ვიზრუნოთ გადასაადგილებელ სპეციალურ ავტომობილებზე და სტიპენდია დაგინიშნოთ და ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ თქვენ კარგად იყოთ. ეს არ არის სტიმული. მე სტიმულს არ ვაძლევ, მე ვაძლევ კაცურ სიტყვას, რომ ეს ესე უნდა იყოს და შეცდომა იყო ჩემი ის, რომ გადაყოლილი ვიყავი ვიღაცებზე, დამთავრდა მორჩა, მარტო ახლა გადავერთვებით მთელი ჩვენი სამსახური, რაც ჩვენ საშუალება გვექნება მოვეფერებით აი ამ ახალგაზრდა გოგო ბიჭებს და რისთვისაც მადლობას გიხდით. ბატონო ვახო, ერთი წუთი მოგზანდით ხობაძეს. მესალმეთ ვახო ახობაძეს, ჩემი ძმა და მეგობარი. ჩვენ როგორ დავიწყეთ ძმაკაცობა? მე როცა ვნახე, რომ ის რაღაცა კუთხით მაინც არ იყო კმაყოფილი, მინდოდა რომ ის წინ გაწეულიყო და მე მას ბედნიერი ყოფილიყო და რაც შემეძლო დავეხმარე, გვერდზე დაუდექი და ძმაკაცები ვარ დღეს და მომავალშიც ძმაკაცები ვიქნებით. მე არ ვარ ის კაცი, რომ დღეს რაღაცა მოგეფერო 1 საათი და ხელი დაგიქნიო და კარგად იყავი უთხრა. არა, ჩვენ არც სუფრაზე ვახო არ დაგვავიწყდება. ჩვენ ძალიან მალე, ძალიან დიდ ქორწილს გადავიხდით ქუთაისში. მე შევპირდი ვახოს, რომ ერთჯერ როგორც მოიგებს კალბატონო, ერთჯერ კიდე როგორც გახდება მსოფლიო ჩემპიონი, ახლა მოუმატე, იმიტომ რომ საშუალება მეტი მაქვს. ახლა მოუმატე და მაშინ შეგპირდი 200 კაციან სუფრაზე. ახლა შენ სუფრაზე 800 კაცი მოვა. ყოიცი ქუთაისი რამოდენაა. ამიტომ მე პასუხისმგებელი ვარ 300 კაცის თავისი ფაიტონით. ფაიტონით კმაყოფილი ხო და მე კმაყოფილი ვარ ჩვენი ძმაკაცობის. მე მინდა როგორ თქვენ ჩემო ვახოს ერთი ჭიქა მოუტანეთ. მე მინდა არა მოუტანე, ნუ აგერ მოიეცით. აგერ არის ვახო აგერ. და მინდა ვახო თქვენთან ერთად აი ამ ახალგაზრდა გოგო ბიჭებს მოულოცო ახალი წელი და ყველა დღესასწაული. ბავშვებო, მე დარწმუნებული ვარ, რომ არის ბედი, იღბალი და იღბალი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის,